ეს ფურცლები საქართველოს ისტორიას 4 საუკუნის შემდეგაც გვიყვებიან. მათზე ასახულია ადამიანები, მოვლენები და ტრადიციები, რომლებმაც მე-17 საუკუნის საქართველოს შექმნეს. ეს ნახატები, ჩანაწერები და ესკიზები იტალიელ მისიონერს, ხატვარსა და მოგზაურს, კრისტოფორო დე კასტელს ეკუთვნის. ფურცლებზე გაცოცხლებულია ქართველი მეფეები და დიდებულები, სასულიერო პირები და გლეხები, ქალაქები და სოფლები, ბრძოლები, ტრადიციები და ყოველდღიური ცხოვრება. ეს არის ეპოქის უნიკალური მატიანე, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღემდე საქართველოს წარსულის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ვიზუალურ და დოკუმენტურ წყაროდ რჩება. საქართველო ჩემი სატრფო იყო 26 წლის განმავლობაში, წერდა კრისტოფორო დე კასტელი, რომელმაც საქართველოში თითქმის 26 წელი გაატარა. ის 1627 წელს ჩამოვიდა და წლების განმავლობაში აკვირდებოდა ქვეყნის ცხოვრებას, სწავლობდა ხალხის ყოფას, ტრადიციებს, სარწმუნოებას, სამოსსა და კულტურას. ყველაფერს, რასაც ხედავდა, სიტყვებითა და ესკიზებით აღბეჭდავდა. ამიტომაც მისი ჩანახატები დღეს მხოლოდ მხატვრული ნამუშევრები კი არა, ფასდაუდებელი ისტორიული წყაროებია. ქართულ-იტალიური ურთიერთობების, მეგობრობის, თანამშრომლობის, კულტურული კავშირების, კვალდაკვალ სიცილიის ქალაქ პალერმოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ესტუმრა, თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით. სწორედ მისი ჩართულობითა და ინიციატივით გაიხსნა პალერმოს მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის უნიკალური არქივი, სადაც კრისტოფორე დე კასტელის მიერ შექმნილი უნიკალური მემკვიდრეობა ინახება. პალერმოში ბიბლიოთეკაში აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრისთვის ბიბლიოთეკის კარები იღება. საცავებში დაცულია ასობით ჩანახატი, ესკიზი და სამოგზაურო ჩანაწერები, რომლებიც მე-17 საუკუნის საქართველოს შესახებ უმნიშვნელოვანეს ცნობებს ინახავს. დელეგაციისთვის განსაკუთრებულად ემოციური ის ჩანახატები აღმოჩნდა, რომელიც აფხაზეთს ეხება. მინდა მადლობა გადაუხადო პალერმოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, უშუალოდ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობასაც, რომელმაც მოგცა უფლება და იქ მოგცა იმ სამუშაოების გატარების საშუალება, სადაც ძალიან მცირე რაოდენობით ხალხია ნამყოფი და აღნიშნული ფაქტის მიუთითებს შესაბამისი მიმართულებებით კვლევა-ძიების გააქტიურების საჭიროებაზე და რა თქმა უნდა ჩვენ აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრო ჩვენი პროფილური მიმართულებით ყოველთვის ვიქნებით აქტიურად ჩართულები და თანამონაწილეები მსგავსი ზოგად ეროვნული და ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების. კასტელის ჩანახატებში დაცულია არაერთი ისტორიული ფიგურის გამოსახულება. მათ შორისაა გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორტრეტი, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ისტორიული მეხსიერების ნაწილად იქცა. სწორედ ამგვარი ნამუშევრები გვაძლევს შესაძლებლობას არამხოლოდ წავიკითხოთ წარსული, არამედ დავინახოთ ის. სამწუხაროდ, როდესაც ის საქართველოდან პალერმოში მოდიოდა, მას ერთი ალბომი ზღვაში გადაუვარდა და თვითონ აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და ლამაზი ნახატებიო ამ ალბომში იყო. მერე ეცადა, რომ მეხსიერებით ეს აღედგინა. ნახატები და ნამუშევრები, ფურცლები, რომელიც დღეს ვნახეთ აქ პალერმოში, ბიბლიოთეკაში უკვე დროს თავისი კვალი აქვს დამჩნეული, თუმცა აქაური სპეციალისტები ცდილობენ, რომ ეს მასალები გადაარჩინოთ ჩვენი ცენტრისთვის ექსკლუზიურად გაიხსნა ეს მასალები და მოგვეცა შესაძლებლობა გვენახა. მე მჯერა, რომ საქართველოში მას შემდეგ რაც ჩვენ უკვე და ჩვენი საინფორმაციო ცენტრი მომამზადებს დიდ სიუჟეტს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს, რა კავშირები არსებობდა საქართველოსა და იტალიას შორის, საქართველოსა და ევროპას შორის ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში. ეს ფასდაუდებელი არქივი მე-19 საუკუნის მიწურულს ქართველმა მეცნიერმა და მკვლევარმა მიხეილ თამარაშვილმა აღმოაჩინა. სწორედ მისი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი მასალების პირველი ფოტოფირების დამზადება და ქართული საზოგადოებისთვის გაცნობა. დღეს კასტელის ჩანახატების მნიშვნელოვანი ნაწილი და მათი ასლები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, მიხეილ თამარაშვილის ფონდში ინახება. აფხაზეთის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და ერთობლივ გამოფენებზე საუბრობს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ პალერმოს მუნიციპალიტეტის ამულამზეს ბიბლიოთეკაში ქართულ დელეგაციას ვმასპინძლობთ. ეს პალერმოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიბლიოთეკა, სადაც მრავალი ფასდაუდებელი საგანძურია დაცული. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კრისტოფორო კასტელის კოლექციას, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებულ მრავალ უნიკალურ ნახატსა და მასალას აერთიანებს. ამ კოლექციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტები და მკვლევრები სწავლობენ. თქვენი მასპინძლობა ჩვენთვის დიდი სიამოვნება და დიდი პატივია. იმედი მაქვს მომავალში ერთობლივი ღონისძიებების
ორგანიზებასაც შევძლებთ, რადგან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ბიბლიოთეკის პოპულარიზაცია, ისე ქართული კულტურის წარმოჩენა და მასპინძლობა. ქართულ-იტალიური ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი კავშირები მხოლოდ პალერმოს ისტორიულ ბიბლიოთეკებში დაცულ დოკუმენტებსა და ჩანახატებში არ იკითხება. ამ მეგობრობის კვალი თავად ქალაქის ქუჩებზეცაა შემორჩენილი. პალერმოს უნივერსიტეტის მიმდებარედ ვია დელ უნივერსიტაზე განთავსებულია მემორიალური დაფა, რომელიც მე-18 საუკუნეში სიცილიიდან საქართველოში გამოგზავნილ მისიონერებს ფრანჩესკო მარია მაჯოსა და კრისტოფორე კასტელს ეძღვნება. წარწერაზე ისინი მოხსენიებულნი არიან როგორც მეგობრობისა და კულტურის მაცნეები, რომელთა მოღვაწეობამ მნიშვნელოვანი ხიდი გაავლო საქართველოსა და იტალიას შორის. აღნიშნული დაფა 1987-1988 წლებში თბილისისა და პალერმოს დამეგობრების აღსანიშნავად განთავსდა და დღემდე ორ ქვეყანას შორის ისტორიული და კულტურული კავშირების სიმბოლოდ რჩება.